თბილისში კი ოპოზიციონერი ლიდერები ევროკავშირის ელჩს შეხვდნენ. მსჯელობა საელჩოში გაიმართა. სამი კოალიციის წარმომადგენლები 2 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ პაվել ჰერჩინსკის საარჩევნო დარღვევებზე. მთავარი გზავნილები უკავშირდებოდა საერთაშორისო გამოძიების მნიშვნელობას, ასევე იმას, რამდენად შეესაბამება ჩატარებული არჩევნები ევროკავშირის 9 რეკომენდაციიდან ერთს, რომელიც თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფას გულისხმობს. რატომ არის ამ რეკომენდაციის შესრულება აუცილებელი? ქეთი ნადიბაიძე გაგვაცნობს მთავარ აქცენტებს შეხვედრიდან. იმ ფონზე, როდესაც ევროპელი ლიდერები 26 ოქტომბრის შემდეგ არაერთ ფორმატში ხაზს უსვამენ და ამწავე შეფასებებს აკეთებენ არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ, ამ ყველაფრის ფონზე დღეს ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო სწორედ ევრორეკომენდაციების მეოთხე პუნქტი, რომელიც ეხება სწორედ სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის საკითხს და ცხადია, ამ შეფასებების შემდეგ, რომელსაც ქართული მხარე ისმენს ევროპელი ლიდერების მხრიდან, ეჭქვეშ დგება ამ პუნქტის შესრულების საკითხი. თავად პაվել ჰერჩინსკისაც, ისევე როგორც არაერთ ევროპელ ლიდერს ხაზი გაუსვამს ამ დრომდე არაერთხელ გამოძიების მნიშვნელობაზე, რომ უნდა იქნეს გამოძიებული როგორ და რა ვითარებაში ჩატარდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, თუმცა აქვე შეხვედრის მონაწილეებმა, ოპოზიციონერმა ლიდერებმა ხაზი გაუსვეს და დააფიქსირეს, რომ ისინი არ ენდობიან ეროვნულ დონეზე ჩატარებულ გამოძიებას, რომ მათთვის მნიშვნელოვანი არის კითხვებზე ობიექტური პასუხების მისაღებად საერთაშორისო ფორმატის გამოძიება. როგორც 2 საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ მან განგვიცხადეს, მზადყოფნა არსებობს ევროკავშირის მხრიდან ამ ფორმატის შექმნაში და დახმარებაში, თუმცა საჭირო არის მუშაობა და ისინი აპირებენ, რომ ინტენსიური გახდეს კომუნიკაცია და შეხვედრები. ამ მიმართულებით დღეს ითქვა ის, რომ ინფორმაციის ნაწილი საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით უკვე გაიცვალა დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან და ასევე მტკიცებულებებს და ინფორმაციას არჩევნების ჩატარების შესახებ, დარღვევების შესახებ ისინი მომავალშიც მიაწვდიან ევროკავშირის დიპლომატიურ წარმომადგენლობას. არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ ჩვენი რეკომენდაციების მეოთხე პუნქტი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ასე რომ ევროკავშირს აქვს სრული უფლება და სამართლებრივი და პოლიტიკური წინაპირობაც, რომ შეისწავლოს ეს რეკომენდაცია რამდენად შესრულდა ამ არჩევნებზე. ყველასთვის ცხადია, რომ არ შესრულდა, მაგრამ შესწავლა და კონკრეტული დოკუმენტის დადება იქნებოდა სასარგებლო სრული სურათის გამოსავლენად. ჩვენი გეგმებიც უთხარით, რომ გამორიცხულია პარლამენტში შევიდეთ, ლეგიტიმაცია ამ ხრივ პარლამენტს ვერ ექნება. ივანიშვილის პროკურატურა, რომელიც თანამონაწილე იყო სისტემური გაყალბების ოპერაციის, ვერ გამოიძიებს თავისავე დანაშაულს. ამიტომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოძიება, სადაც მიგვაჩნია, რომ ევროკავშირმა უნდა ითამაშოს წამყვანი როლი გამომდინარე იქიდან, რომ ქართველი ხალხის ძალისხმევით საქართველო გახდა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა და შესაბამისად გადაწყვეტილებები იმასთან დაკავშირებით გააუქმოს თუ არა უვიზო მიმოსვლა ევროკავშირმა საქართველოსთვის, დაუწესოს თუ არა ივანიშვილს და მის გარემოცვას პერსონალური ფინანსური სანქციები. ყველა გადაწყვეტილება უნდა დაეყრდნოს საარჩევნოდ მიღებულ, არჩევნებზე მიღებულ ინფორმაციას. ჩვენ რო გვესმოდეს, მიმდინარეობს ძალიან აქტიური განხილვა ევროკავშირში იმ ვითარების, რომელიც შეიქმნა ჩვენს ქვეყანაში. იმ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც იქნა მიტაცებული ქართული ოცნების მიერ. ეს განხილვა არის მუდმივი. ჩვენ ნახეთ 3 ქვეყნის ლიდერის განცხადება, უმნიშვნელოვანესი განცხადება, ეს იყო გერმანიის, საფრანგეთის და პოლონეთის ლიდერების განცხადება. ჩვენ ნახავთ კიდევ უფრო მნიშვნელოვან განხილვებს უახლოეს კვირაში. ოპოზიციონერი ლიდერები ანონსებენ, რომ ინტენსიური არის და იქნება კომუნიკაცია ევროკავშირის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან საპარლამენტო არჩევნების შესახებ, იმ მტკიცებულებების და მასალების შესახებ, რომელიც უკვე არის ოპოზიციის ხელთ და რომელსაც ანგარიშის სახით პერიოდულად გაუგზავნიან და მიაწვდიან დიპლომატიურ წარმომადგენლობას. დღეს შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა, დახურულ კარს მიღმა, გარკვეულ დეტალებზე საუბარი, მაგალითად ელჩ
ჰერჩინსკის გზავნილებთან მიმართებაში შეხვედრის მონაწილეება შეხვედრის დასრულების შემდეგ არ ისურვეს და შეხვედრის შემდეგ ასევე აღნიშნეს ისიც, რომ კიდევ ერთხელ დაუდასტურეს ევროკავშირს, რომ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც აპროტესტებენ არჩევნების შედეგს, არალეგიტიმურად მიიჩნევენ მე-11 მოწვევის პარლამენტს, არ აპირებენ, რომ გახსნენ მისი წევრები.